şumalarımıza yarim mahşere kaldı. O bizim kavuşmalarımıza yarim mahşere kaldı. Günaydın. დილამშვიდობის. Günaydın. Turkan Sultan დილამშვიდობისა. მშვიდობა, დილიდან რა ენერგია გაქვს? მომინდა. მოგინდა? საინტერესო. მაშინ ჭიქა ჩაიზე განვიხილოთ. შენი მდგომარეობა რას უკავშირდება? ძალიან მინდა, მაგრამ ორ კომპანიასთან შეხვედრა მაქვს. ვერ შევყვამდები, მართლა ტრანსპორტი მზადაა, როგორც კი ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ, შეგვიძლია მუშაობა დავიწყოთ. მაოცებ ემირ. ბრავო. სწორი არჩევანი საქმეს უხდება დერიკო. ვისთან მუშაობ? ქორჰან ათეში. ავტოსალონი აქვს, რომელიც ლუქს ავტომანქანებს ყიდის. მაგრამ ტრანსპორტირება ძალიან სწორად დაგეგმა. ეს კომპანია კარგად გაანალიზე? რა თქმა უნდა, ადვოკატებმა ესეთი ხელშეკრულება მოამზადეს, რომ თუ რამე ცუდად წავა, შეგვეძლება ხელშეკრულება ნებისმიერ მომენტში გავწყვიტოთ, კომპენსაციის გარეშე. ყოჩა, ჩემო ძვირფასო შვილო. როცა ამ საქმეს წარმატებით დაასრულებ, მამას დაუმტკიცებ, რომ კარაჰუნების კომპანიაში ეს ადგილი დაიმსახურა. მოვლენების განვითარებაზე შეგატყობინებ, კარგი? კარგი. შევხვდებით. დილამშვიდობისა, ჩემო ანგელოზა. დილამშვიდობის. ჩემმა შვილმა გაიღვიძა? დიახ, ძალიან გემრიელი არომატები მოვიდა. რადგან ძალიან გემრიელი საუზმე მოგიმზადე. იცი რა მოვამზადე? რა? ომლეტი ყველით. დღეს მშვენიერი დღეა, რა ჩემო ანგელოზა? ყოველი დღე როცა ერთად ვართ მშვენიერია. მართალი ხარ, დღესაც მშვენიერი დღეა. მიდი დაიბანე, შემდეგ ვისაუზმოთ. კარგი. გაიქეცი, გაიქეცი. Bana bu dansı lütfeder misin prensesim? Ederim kraliçem. მოგესწრებად, ვერ გავიგე. შეგიძლიათ ერთი წამი დამილოდოთ?
Yes. დიახ, I'm with you. გისმენთ. Vedat anlat bakalım. ვედათ მითხარი საქმეები როგორ არის, რა ხდება? Korhan Bey. ბატონო ქორხან, ყველაფერი ოდნავ არეულია. კარგია. Ben karışık. არეული საქმეები მიყვარს. მითხარი რა საქმეებია? Bir uğraşıyorum bu. ორი დღეა ალ ქარაჰუნის ისტორიას ვაანალიზებ. გილოცო, ბრავო, როგორც იქნა ჩემს უთქმელად რაღაც გააკეთეთ. რა იპოვე? Çok garip Korhan Bey. Kimse ძალიან უცნაურია, ბატონო ქორხან, არავინ არაფერი იცის. შვილო, ვინ არ იცის? კომპანიაში ჩვენს ძველ ნაცნობებს ამ მომღერალზე ვკითხე. ჩვენს ძველ კლიენტებს შევეკითხე, ელიტამდეც მივედი. Ama ne var ki? მაგრამ სამწუხაროდ ყველა როგორც თურქან ქარაჰუნის შვილს ისე იცნობს. ანუ ყველასგან მალავენ. Demek pek ქარაჰუნების saygı პატივცემულ değer ოჯახს bir პატარა adam. საიდუმლო აქვს. Küçük bir sır ოჩახ var. ვედათ. Aferin Vedat. ოჩახ. ის კარგად იმუშავე. Şimdi elimde. ახლა ჩემს ხელთ ხარ პრინცო ალფ. Korhan Bey. ბატონო ქორხან, თუ არ გაბრაზდები, შემიძლია კითხვა დაგისვა. Ben sana bu ნუ თუ დღეს გაგიბრაზდები ვედათ. კითხე, მიდი. Karaon Holding. ქარაჰუნების კომპანიასთან ჩვენი ხელშეკრულება წინ კარგად მიიწევს, ხომასია? Belli ki გეგმა ისე მუშაობს, როგორც საჭიროა. ამის წყალობით მარმარილოს ზღვის რეგიონში მთელ საქონელს uğraşıyoruz ki. ჩვენ გადავიტანთ. Vedat efendi. დიდება ღმერთს. Biz bugüne kadar ამ ალფ ქარაჰუნთან საქმეს ისევ რატომ ვიჭერთ? buralara gelebilir. ბატონო ვედათ, ამ დღემდე ყველაფრისთვის რომ მეპატიებინა, აქამდე მოვიდოდი, ვერავინ მომიწყობს. ვერავინ წამართნევს იმას, რაც მეკუთვნის და გაიქცევა. Benim adım ქორხან ათეში მქვია. Canımı ვაიძულებ დაიტანჯოს ის, ვინც პრობლემებს შემიქმნის. Günaydın arkadaşlar. დილამშვიდობისა მეგობრებო. დილამშვიდობის. Herkes hazır. დიახ, თუმცა თქვენ დილის თათბირი დავიწყოთ. Sabah toplantısı. დილის თათბირი პირველივე დღიდან როლში შევიდა. Bir şey mi რა dedi? მეთქვი აზლემ? საჭიროა ნევა. ჩვენი საქმე ისედაც ვიცით. Malzemeler პროდუქტები მოიტანეს, მაცივრები შევამოწმეთ. Peki. კარგი. Madem öyle რადგან diyorsunuz, ასე ამბობთ? Öyle ne var öyle. დიახ, ასიანება. Evet. დიახ. Tekrar კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს ხელშეკრულება ქარაჰუნების კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლოა ხანგრძლივი პარტნიორობისკენ პირველ ნაბიჯს ვდგამთ. ამიტომ ყველაფერი ჩვენივრად უნდა იყოს. ზოგჯერ ჩვენი ძველი დღეები ძალიან მინატრება. Nasıl yani? ანუ Yani ანუ böyle işe gömülmüş gibi. თავს ისე hissediyorum ვგრძნობ, kendimi. თითქოს თავი მთლიანად სამსახურს მივეცი. İş çıkışı en azından. როცა ნიუ-იორკში ვცხოვრობდი, სამსახურის შემდეგ პარკში მაინც მივდიოდი. Konserine gidiyordum. სუფთა ჰაერსებს უნთქავდი. ვერთობოდი. თითქოს სწრაფად ნებდებით. Pes ediyorsun Vnebdebi. derken. Alp beni gayet ალფ iyi მშვენივრად მიცნობ. Ben pes არ etmem. ვნებდები. Hatırlamıyor არ musun? გახსოვს? Eskiden ადრე böyle როცა სამსახური არ işimiz გქონდა, yokken მთელ mesela ქალაქში ფეხით bir სეირნობდით, რომ şeyleri ახალი yeni ადგილი გვეპოვა. yerler keşfedelim. ძალიან ამაღელვებელი და Çok საინტერესო heyecanlı, იყო. çok keyifliydi. Ece Hanım siz ქალბატონო ეჯე, როგორც თქვით, Bunlar eski günler. ეს ძველი დღეები წარსულში დარჩა. ჩვენი თემა ჰოლდინგია. Karaon ქარაჰუნების ჰოლდინგი. Neydi? წარსული Göklerimiz წარსულშია. geçmişte. ჩვენი თვალები Ama gözümüz hep მომავლისკენ იყურება. hedefimizde. ჩვენი მიზნებისკენ. Bravo Alp. ბრავო ალფ. Şahane bir შრომის işin მოყვარეს sana მშვენიერი bakış პროფილი დახატე. Hırslı, მიზანდასახული, dinamik, დინამიური, babasının gurur მამის duyduğu. სიამაყე. გამარჯობა. გამარჯობა. ალფ. რაღაცას გკითხავ. Sen ასე yarın როდის karar შეიცვალე? değiştin. იმ ალფს რა მოვიდა, რომელსაც ვიცნობდი. Yeter. Siz ve ben iş arkadaşıyız. თქვენ და მე კოლეგები Şimdi ვართ. dönebilir miyiz? ახლა შეგიძლია საქმეს დავუბრუნდეთ. გთხოვთ. Türkiye Hanım hoş geldiniz. ქალბატონო თურქენ, კეთილი იყოს მობრძანება. მადლობა ქალბატონო ნესრინ. გამარჯობა. უკაცრავად როგორც ჩანს, საუბარში შემოგეჭერით. რას ამბობდე და თურქენ? ქალბატონი ეჯე და მე ვმუშაობდი. Hoş geldiniz. კეთილი იყოს მობრძანება ქალბატონო თურქენ, ხო? ამერიკელები მოვლენ ამისთვის ვემზადებით. მშვენიერია.
Yarın mı? ხვალ Ama ben haftaya ფიქრობდი რომ შემდეგ კვირას იქნებოდა. İşte karşı. არა, დაველაპარაკეთ, მოვილაპარაკეთ. თარიღი ოდნავ წინ გადმოვიტანეთ. ხვალ აქ იქნებიან. Aferin Alp. ყოჩა ღალბ. Aferin. Koça. Yani yine her zaman Როგორც ყოველთვის მშვენივრად იმუშავე. göstermişsin. Zaman ძალიან მნიშვნელოვანია დრო არ დავკარგოთ დედა თურქენ. Ne kadar çok რაც zaman მე დროს kaybedersek ვკარგავ, o kadar çok დანაკარგიც მეტია, ხომ იცით? zarar ediyoruz ya. Asi Çok ederiz. iyi biliyorsunuzdur bunu. Ece Hanımcığım. ქალბატონო ეჯე, თქვენთვისაც საქმის მწვავედ დაწყება გამოვიდა, არა? Böyle işe başlar başlamaz. Evet. დიახ, სამსახურით კმაყოფილი ვარ, ქალბატონო თურქენ. Alp'in işkolü. როგორც ჩანს, ალფის შრომის მოყვარეობა მაშინვე გადმოგედოთ. Ah bu çocuk. ეს ბიჭი. Neyse ben gideyim. კარგი, Kusura წავა. bakmayın sohbetinizi böldüm. მაპატიეთ რომ საუბარი შეგაწყვეტინეთ. ემირთან შესვლას ვაპირებდი. Sultanım. სულთანა, Hoş geldin. შემოდი. Sana harika კეთილი haberlerim იყოს მობრძანება. ჩვენიერი ამბავი მაქვს. Yeni anlaşmamız. ახალი შეთანხმება. İki büyük firmayla sözleşme ორ დიდ ფირმასთან ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ. რა თქმა უნდა, ციფრები ოდნავ დაბალია, ვიდრე ველოდებოდით, მაგრამ ვფიქრობ, კასიმ ქარაჰუნის დასარწმუნებლად საკმარისია. Ama sen buna pek... თელი საქონელი უქმეებზე ტრანსპორტირებისთვის მზად იქნება. Amerikalılar geliyor. ხვალ ამერიკელები მოფრინავენ, იცი? Senin bundan haberin var mı? Nasıl olur daha bir hafta ეს როგორ კიდევ ერთი კვირა გქონდა. მოლაპარაკებები წარმატებით მიდის. ალფი და ეჯე კაბინეტში ჩაიგედნენ და როგორც ჩანს, ყველა საკითხი მოაგვარეს. Ece bana böyle ეჯეს არაფერი უთქვამს. Alp'in მხოლოდ sadece ის, რომ zaman kazanmayı ალფის işleri პროცესი sanmaya დაჩქარებასა და დროის მოპოვებას ცდილობდა. დააჩქარა. Yarın Amerikalılarla თუ ხვალ ამერიკელებთან შეთანხმება დაიდება, ნიშნავს, რომ სიტყვა ვერ შეასრულე და მოგვიწევს დანაკარგი ავანაწყავრად. როგორც ხელშეკრულებაში წერია. ვიცი დედა, ვიცი კომპენსაციაც და ეს ციფრებიც. ჯანდება. თუ საქმეს იღებ, ყველაფერზე უნდა იფიქრო ემერ. რაც გინდა დაწყევლე, მაგრამ უკვე გვიანია. იმის მაგივრად, რომ ყველაფერი შენებურად აკეთო. იმის მაგივრად, რომ ყველაფერი შენებურად აკეთო, შეგეძლო შეგეტყობინებინა მაინც. რჩევა გეკითხა. Bana haber verseydin bir danışsaydın. ახლა მოემზადე Of. და თათბირზე არ დააგვიანო. Şimdi kendini topla ve toplantıya geç kalma. ჯანდება. ბალკის ახლოს? არა, ასე არა. ყურადღებით მიყურე. ჰაიალ. რასაკეთებ? არაფერს, თამაშობ ძმაო ფერხად. მოდი ერთად ვითამაშოთ. აქ ვერავისვე თამაშები. არ შემიძლია უმუშაობ ჩემო ლამაზო. იქნებ სხვა დროს ვითამაშოთ, კარგი? სულ სამსახური და სამსახური დედაც გამოტბებით მუშაობს. მართალი ხარ, მაგრამ რა ვქნათ? თამაში გააგზელე ოღონდ, შორს არ წახვიდე, კარგი? გზაზე არ გახვიდე. მიდი, შევხვდებით. კარგი. ძალა მხოლოდ ჩემზეა. ვნახოთ რას მალავ ქალბატონო ნება. მოგშივდა პატარა. აქ რასაკეთებ ფერჰად? ნება? შენ რა შენ?
რამდენადაც ძალიან დაკავებული ხარ, გადავწყვიტე ჰაიალი მინახამ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აქ არაა. კარგი, საქმეს დაუბრუნდები, შევხვდებით. ბატონო გორან, ბატონი ერდანი მოვიდა. შემოიპატიჟე. ბატონო ერდალ, კეთილი იყოს მობრძანება? Hoş geldiniz. მობრძანდით. კორხან. კორხან. ყოველ ჯერზე მალოცებ. იმის მიუხედავად, რომ შეცდომებს ისევ და ისევ უშვებ, ისევ უიუბლობას იტან. ბატონო ერდალ, რაც არ უნდა თქვათ, მართალი იქნებით. თქვენი ძალიან მწვენია. მწვენია, მაგრამ მზად ვარ, რაც ჩემს გამო დაკარგეთ, იმაზე მეტი დაგიბრუნა. ნუ მაცინებ ქორხან, შერძველი ვალები დახურე. უკვე დრო მიდის, შენი ოცნებებისთვის დრო არ მაქვს. ჩირის დამიბრუნე, რაც ჩემს გამო დავკარგე. ამირიდან მარმარის გარშემო გადატანაზე მე უმუშაობ. ყველაფერი მოწყობილია. ყველაფერი სრულიად ლეგალურია. ეს უვარგისი ოცნებებია, რომელიც თუზლოსა და სტამბულს შორის პოლიციას ვერ გაექცა. ოცნება არაა, ბატონო ერდალ. ძალიან დიდი კომპანიის მარცვლეულის ტრანსპორტირების საქმე მივიღე. მარცვლეულთან ერთად ჩვენს საქონელსაც გადავიტანთ. ყველაფერი მოგვარებულია სწრაფად და უსაფრთხოდ. ასეთი დარწმუნებული როგორ ხარ? ადამიანი ვისთანაც მუშაობ, საქმეზე მთელი კონტროლი მე დამიტოვა. თავი დიდი მეწარმეგონია, მაგრამ არაფერი ესმის. ჯერ ახალგაზრდა. დაჯექი. ჩემი ყურადღება კიდევ მიიქციე, ქორხან, გააგრძელე. არას დალებთ. ჩვილო, აქ მოდი. ყავა, ჩაი. ყავა. აქ იმისთვის არ მოსულა, რომ 2 დღის მოსული თანამშრომლის ხელმძღვანელობით ვიმუშაო. შეფ ქადი დიდი ხანია ვიცნობდი, ვფიქრობდი, რომ უსამართლოდ არ მოიქცეოდა. არც მე არ მესმის იმის შემდეგ, რაც შეფი ქადემი ამერიკიდან ჩამოვიდა მასთან, რამდენი წელი გავიდა ერთად მუშაობთ. ვერ ხვდები ეს ხალი ჩვენი შეფი როგორ გახდა. მოგიყვე, მიდით მაო. დილით ბატონ ალთან ერთად მოდის, მასთან ერთად გადის, ყოველთვის ერთად არიან. ვერ შეამჩნიე? დიახ, მართალი ხარ. როგორც იქნა, ქალბატონმა ოთახიც მიიღო. ეს ნევა ჩვენს უფროს. ნევა უფროსის რა არის? მითხარი, მეც მითხარი. ვინ არის? ვინ? თქვი. სიმართლე არაა, ფერჰად. თუ ასე არა, მაშინ მითხარი, რომ ტყუილია, ყოველ წუთს ერთად არიან. მე რა შუაში ვარ? რა შუაში ხარ შენ? მშვიდობა? რას ამბობ? ხელები მოაცილე, ფერჰად. რა მოხდა? ბოლოს მოგიღებ, მოკლავ. სიტყვები შეარჩიე, სიტყვები. ყბას მოგატეხ. ხელები მოაშორე მეთქი. ბატონო ბერგ. ბატონო ბერგ, გთხოვთ დამიხმარეთ. ახლა ერთმანეთს მოკლავენ. გონჯა კლიენტების წინაშე ნუყვირი. რას ამბობ? რა მოხდა? ფერჰადი და ჰალისი რესტორნის უკან ჩხუბობენ. აი ვაზი მათ დაშორებას ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის. ღმერთო, ფერჰადს არაფერი დაემართოს. არა, ასე არ შეიძლება, ვერ ვსუნდგა. გიჟი ბიჭი, გიჟი. ქალბატონო სეილან, მთელი ღამე არ გეძინათ. რამდენიმე ყლუპი მცენარეული ჩაი დალიეთ. არ მინდა, არაფერი მინდა, წავალ და ვკითხავ. ალფთან წავალ. ქალბატონო სეილან, სად მიდიხართ? სიმართლის გასაგებად. ყოჩახ. ფიქრობდი, რომ ზრდასრულ და გონიერ ადამიანებთან მუშაობდი. ბავშვზე ნაკლები ჭკუა გაქვთ. ბატონო ბერგ, რა ბატონო ბერგ. ბავშვებო, რესტორანში ყველაზე დატვირთული საათები იწყება. თქვენ გახვედით და ბავშვები ვიჩხუბობთ. დიახ, ბატონებო, ახსნა გაქვთ, გისმენთ. ფერჰადი უმიზეზოდ თავს დამესხა. უმიზეზოდ? შენ ნევა ზურგს უკან. ფერჰად, ჰალის, აქ რა ხდება? რა ნევა? ბატონო ბერგ, როგორც სამზარეულოს პერსონალი, არ ვთვლით, რომ ნევა ჩვენი შეფი უნდა იყოს.
მისმინე, ბოლოს მოგიღებ. ფერხად აქ მოდი. ალი შენ აქ. ეს საკითხი აქ იხურება. თუ ამაზე კიდევ ვინმე რამე სიტყვის, წაბრძანება აუცილებელი იქნება. გესმით? ალი სამზარეულოში შეფს დაკვეთით არ ვირჩევთ. შეფი ქადიმის არყოფნისას სამზარეულოში შეფინევა იქნება. ეს საკითხი დახურულია. ყველამ საქმეს ვიხედეთ. ბატონო ბერგ, ჯერ მინდა მადლობა გადაგიხადოთ. თქვენი წყალობით თავიდან საშინელი სიტუაცია ავირიდეთ, მაგრამ ვფიქრობ ალისი გონჯა საქმეს მიხედე. ამ მომენტისთვის ყველაფერი კარგად მიდის. დასაწყისისთვის ტრანსპორტირებისთვის უნდა გადაგვეხედა. როგორც ვარაუდობდით, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა. მოწინააღმდეგე მხარის გადაწყვეტილება მოვახერხეთ. ახლა ტრანსპორტირების თანხას ისინი გადაიხდიან. ოჩახშვილა. იმედები ისევ არ გაგიწრუებია. შიდა ბაზრის გათვალისწინება არ ღირს, მაინც შიდა ბაზარი მუდმივობაა. თუ ხანგრძლივ საქმეებზე ვიფიქრებ, შეიძლება კომპანიისთვის უკეთესი იყოს. როცა შესაძლებლობა გვაქვს, ბევრად დიდ შეთანხმებას ხელი მოვაწეროთ, ბევრად ხელსაყრელი პირობებით, თავი რატომ უნდა შევიზღუდოთ? ვერ ხვდები, სტუმრები ხვალ მოვლენ და მზად ვართ. მართალია. ფიქრობდი, რომ კომპანიაში გადაწყვეტილებებს ერთად ვიღებდით. ემირ. ისევ საერთო გადაწყვეტილებას ვიღებთ. ბატონო კასი, მიგნებ ჩვენი სტუმრებისთვის საზეიმო საღამო მოვაწყოთ. ვფიქრობ, ქარაღუნების კომპანიისთვის კარგი ნაბიჯი იქნება. კარგი აზრია ეჯე. მაგრამ ეს ზეიმი ჩვენს ჰოლდინგს უნდა დაემთხვეს. რა თქმა უნდა. იქნებ ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება ბატონ ალფსაც მოუნდეს. იქნებ თქვენს ახალ რესტორანში ჩავატაროთ. თავაზობთ, ეს დღესასწაული ჩვენს მამულში ჩავატაროთ, რა სიტყვით? სტუმრები ოჯახურ წრეში მივიღოთ, ბევრად გულწრფელ გარემოში. ვფიქრობ, დიდებული იდეა. ახალი პარტნიორებიც დაინახავენ შეთანხმება, როგორც ძლიერ შეკრულ ოჯახთან გააფორმეს. კარგი. მოვილაპარაკეთ. ალფ. იმედია, შენი ლეგენდარული შეფი სუფრას გაგვიწყობს. კარგი, ამას მივხედა მამა, არი ნერვიულო. შვენიერია. კარგი, რადგან მოვილაპარაკეთ, თქვენის ნებართვით წავალ რესტორანში საქმეები მელოდება. წარმატებები. მადლობა. ბატონო ალფ, ვიცი რესტორანში მიდიხართ, მაგრამ ორგანიზებისთვის ბევრი დრო არ გვაქვს. იქნებ თქვენთან წამოვიდე და დეტალები განვიხილოთ. კარგი იქნებოდა ქალბატონო ეჯე. კარგი, მაშინ ჩანთას ავიღებ და მოვალ. ქალბატონო ეჯე, ამის ორგანიზებამ ჩვენიერი იდეაა, გილოცავთ. გილოცავთ. მადლობა ბატონო ემირ. თქვენის ნებართვით. ზოგიერთი რომ ყველაფრის მიუხედავად არ იცვლება ძამიკო. ვერ გავიგე? ალბათ შეუძლებელია ჩემს შიდა ბაზარზე მუშაობის შესახებ არ გწოდნოდა. ჩემთვის არ მუშაობ არამედ კომპანიისთვის. მეც კომპანიისთვის მუშაობ. მაგრამ რატომღაც არავინ მისმენს. ყველა მაინც ოქროს ბიჭს ალფს უსმენს. ბევრი დრო ჰქონდათ რომ შენთვის მოვესმინა ძმაო. მაგრამ შეხედე. ახლა არა მდგომარეობაში ხარ. ბატონო ალფ, შეგვიძლია წავიდეთ. კარგი.
შეხვდებით. ალისიც აევაზიც იმ სამზარეულოში ყველა პირს მოკუმავს უბრალოდ არ მოიწვინო. Bak Ferhat. მისმინე ფერად, ვიცი რომ კარგი განზრახვით მოგმედებ, მაგრამ ჩემი ცხოვრებაა. Ama bu benim hayatım. რაც საჭიროა, ყველაფერს თავად გავაკეთებ. გთხოვ, ყველაფერს ნუ გაართულებ, კარგი? Benim için. გასაგებია? კარგი ნება, ასე იყოს. იმედია იცი, რასაც აკეთებ. კეთილი იყოს მოგბრძანება, როგორ ხართ? კარგად, ალფთან დალაპარაკება მინდა. რა თქმა უნდა, მაგრამ ბატონი ალფი ჯერ არ მოსულა. ნევა, ქალბატონო სეილან, ნევას იცნობთ? ნება მოგვეცით დავილაპარაკოთ. კარგით. უნდა ვილაპარაკოთ. საუბრისთვის შესაფერისი ადგილი არ არის, იქნებ სხვა დროს ვისაუბროთ. სხვა დრო არ იქნება, ქორწინებაზე. კარგი, ქალბატონო სეილან, დავილაპარაკოთ, მაგრამ აქ ძალიან ბევრი ხალხია. ალფთან წავიდეთ. ზეიდა სეილან? გამარჯობა, ბერგ. ნევა და მე განმარტოვებით ვისაუბრებთ. მისმინე ნევა, ყველაფერს მოკლედ და გასაგებად გეტყვი. ეს ქორწინება არ მინდა. უარს სიტყვით. ქალბატონო სეილან, თქვენი მშვენივრად მესმის. ის რაც გადაიტანეთ ძალიან რთულია. Benim de tek şansımız. ერთადერთი შანსია თქვენთვისაც და ჩემთვისაც. ასეთი შესაძლებლობა შეუძლებელია, მხოლოდ კატასტროფაა. ქალბატონო სეილან, თქვენი სიცოცხლე ზღვარზეა. ასე მხოლოდ ჩემი სიცოცხლეა. ყველა სიცოცხლე ზღვარზეა, ალფის, შენიც და ჩემიც. თანაც არალეგალურია. ალფს რამე რომ დაემართოს, რომ ჩასვან, შენც დედა ხარ. შენს შვილს საფრთხეს გააზრებულად შეუქმნიდი? შემდეგ ბალზიკ მამულში პრინცესასთვის სოფრა გაშალეს. ქათამი და ასე შემდეგ, ყველაფერი იყო. პრინცი და პრინცესა ერთად იჯდნენ. Prens ve prenses yan yana Kesmis? oturuyorlarmış. ბალზიკ ძალიან მომშივდა. შენ? Benim acıktı. წავიდეთ, ჩემი ანგელოზი ვიპოვოთ. Seylan Hanım, bakın ben bir söz. ქალბატონო სეილან, მისმინეთ. სიტყვა მივეცი თქვენს დონორობაზე დავთანხმდი. და რადაც არ უნდა დაჭდეს, ჩემს გადაწყვეტილებაზე უარს არ ვიტყვი. კარგი, ტყუილს გააგრძელებ. O küçücük kıza yalan Şeni söylemeye şöyle. devam mı edeceksin? ჩემი ანგელოზი არასდროს მომატყუებს. როგორც გახსნის დროს ჩვენი სტუმრებისთვის სპეციალური მენიუ მოვამზადოთ. დეტალებზე შევთანხმდები. შენი გახსნა ძალიან ხმაურიანი იყო. სოციალურ ქსელებში ყველგან იხილავდა. რაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი გავაკეთეთ. მოდი დავждეთ და მშვიდად ვისაუბროთ. ეს ადგილი შენი ყველაზე დიდი ოცნება იყო. Deniz mahsulleri ფიქრობ, მენიუ ზღვის პროდუქტებითა და თევზით მოვამზადოთ. სტამბული იგრძნოთ, რაღაც სტამბულური. კარგი წარმატებები. მოხვედით? Merhabalar. Hoş geldiniz. გამარჯობა. კეთილი იყოს მოგზაურობა. ყველაფერი კარგადაა? კარგადაა ძმაო. ბერგ, მინდოდა შენთვის რაღაც მეთქვა. შეგიძლია სამზარეულოში დროებით შეფიიშო? კარგი ძმაო, ვიპოვი, მაგრამ ერთი წუთით შეგიძლია? კიდევ ერთხელ კეთილი იყოს მოგზაურობა. მაბატი. რა მოხდა? რა ხდება? Seylan ეიდა სეილანი ნევას ელაპარაკება, თუ გინდა წადი და ნახე. ქალბატონო ეჯე, დეტალები ბერგთან განიხილეთ. ახლავე შემოგიერთდებით. hoş geldiniz. კიდევ ერთხელ კეთილი იყოს მოგზაურობა. Seylan teyze sana yalan
დეიდა სეილანი მათ ყურას რატომ გეძახის? Yok kızım yalan არა შვილო, ტყუილი არ არის. Ben Seylan teyzemle დეიდა konuşurum. სეილანს ველაპარაკებოდი, ზღაპრებს უყვებოდი, როგორც შენ. Ama meleğim yaptığın çok მაგრამ ჩემო ანგელოზო, ძალიან ულამაზად იქცევა, რატომ გიყვირის? Yok kızım bağırmıyor. არა შვილო, არ ყვირის. უბრალოდ ვლაპარაკობთ. ოთახში წადი, კარგი? ახლავე მოვა. Siz burada mı yaşıyorsunuz? აქ ცხოვრობთ? yaşıyoruz. დიახ, აქ ცხოვრობთ. Hayır hayır. არა, Hadi kızım. მიდი sen შვილო, odana gel. ოთახში წადი. Çabuk gel ama. Hemen მაგრამ gel. სწრაფად Söz. მოდი, ახლავე მოვალ, გპირდები. Alp'le aynı yerde mi yaşıyorsun? ალფი და თქვენ ერთ ადგილას ცხოვრობთ? რას ამბობთ, ქალბატონო სეილან? საიდან Biz მოიტანეთ? koridorun ucundaki დერეფნის odada ბოლოს kalıyoruz. ოთახში ვრჩებით. დედაჩემს ყოველთვის აბრაზებ. თქვენ გამოდმებით ტირის. არც შენ და არც დედა შენი საერთოდ არ მიყვარხართ. Emin olun sizi çok iyi anlıyorum. დარწმუნებული იყავით, თქვენი მშვენივრად მესმის. ბრაზობთ, ნერვიულობთ. საქმე ამაში არ არის, მეშინია. ჩემი შვილის სიცოცხლე შეიძლება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს. ამის მეშინია. Kolundaki yarayı ჩემი როგორ არ გესმის? Kolumda kim ხელზე ჭრილობის შესახებ ვიცი. ვის შეეძლო გაეკეთებინა? ჩემს შვილს ვინავნა? ყაჩაღებთან რა საქმე შეიძლება გქონდეს ალფ? როგორ მოხდა? კარგი, დამშვიდდი. ჩემი შვილი რაში ჩარია? საინტერესოა. კარგი, დამშვიდდი დედა. ნევა დაჯექი, ყველაფერს მოგიყვები. Her şeyi anlatacağım ben. ყველაფერს. Gel Neva. მოდი ნევა, მოდი. Gel. Geldiğin günden იმ beri her დღიდან şey რაც oldu. გამოჩნდი, Her şey. ყველაფერი წამართვი ალფ. Bunun yanına ყველაფერი. ეს არ გამოგივა. Neva'nın eski eşi. ნევას ყოფილი ქმრის ოჯახი. Bizim Neva. იფიქრეს რომ ნევა და მე მართლა ერთად Böyle ვართ. bir arbede çıktı. O რაღაც oldu falan. შემთხვევა მოხდა, შეტაკება, მაგრამ მოვაგვარე. Düşmeyecekler. აღარ შეგვაწუხებენ, ანუ პრობლემა აღარაა. ესე იგი მართალი ვიყავი. ყველაფერი შენს გამო მოხდა, შენს გამო. ამ გოგოს შენს გვერდით დანახვა აღარ მინდა. არც შენს სახლში და არც რესტორანში აღარ შემოვა. ამ ქორწინებას გაუუქმებთ. Anne tamam. დედა კარგი, მარა მათ ყურა, ჩემი შვილის ცხოვრებიდან გაეთრია, წადი. ჯერ კიდევ აქ არის, გითხარი გადი მეთქი. Ne yapıyorsun sen? რასაკეთებ? Ha? Sen ne რასაკეთებ?